ყოველთვის მხარში გვიდგეხართ და ეს გვაძლევს ძალიან დიდ ძალას თქვენს, რა თქმა უნდა, ჟურნალისტები და გარეთ ვინც დგას ისინი ყველა. როცა გვეუბნებიან გმირი შვილის დედები ხართო, გმირები ისინი უფრო მეტად არიან, ვინც ქუჩაში დგან ან დღეს ჩვენ გვერდში. ჩვენ ისედაც უნდა ვიდგეთ და ძალას გვაძლევენ. დღევანდელი დღე ძალიან ემოციური იყო პირადად ჩემთვის, იმიტომ რომ სიბრაზეც მქონდა, სინანულიც მქონდა, იმიტომ რომ სიხარულიც იმისა, რომ ყველა დედას დაურეკა თავისმა შვილმა დღეს ციხიდან. ვთქვი კიდეც, რომ შეიძლება იმ მათთვის არ დაურეკიათ იმ დედებისთვის თავიანთ შვილებს და არ მიულოციათ დედის დღე, ვინც ჩვენი შვილები დღეს ამ დღეში ჩაყარა. ჩვენ კიდე მოგვილოცეს მათ. ემოციური იყო, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ როცა ხედავ ამდენი ადამიანი გიდგას გვერდით, ძალაც გვეძლევა ჩვენ და გულის ტკივილიც გქონდა, რა თქმა უნდა. უბრალოდ ისეთი გულის ტკივილი არა, რომ ჩვენ წავიდეთ და ვიღაცას ვთხოვოთ ჩვენი შვილების განთავისუფლება, არა. ისინი აუცილებლად უნდა განთავისუფლონ, იმიტომ რომ ისინი არ არიან დამნაშავეები არაფერში. მე მადლობელი ვარ ჩემი შვილის, რომ მას არ ეცვა შავი ფორმა და არ ეკეთა ნიღაბი და ვიღაცა არ დააზიანა მან შეგნებულად. მე ვთვლი, რომ ის გმირია დღეს მართლა გმირი სამშობლოს სიყვარულისთვის და მე ამაყი ვარ. ბრალი იმათი დედები ვერ იამაყებენ თავიანთი შვილებით და ვფიქრობ, რომ დღევანდელი დღე 3 მარტი იმ დედებისთვის ისეთი 3 მარტი არ იყო, როგორც ჩემთვის იყო და როგორც ყველა დედასთვის იყო. არა, ჩვენ ვიყავით დღეს ბედნიერები ყველასგან, შვილებისგანაც და საზოგადოებისგანაც, რომ თაიგულზე მოდიოდა ჩვენთან სახლებში და მადლობა ყველა სამისათვის. არ ვიცი, ეს იყო რაღაც დღევანდელი დღე, თუ იყო ემოციური, იყო ძალიან თბილი და ძალიან კარგი დღე.